კვარაშოუ ჩემპიონთა ლიგაზე. დუბლით და საგოლე გადაცემით ხვიჩა კვარაცხელია PSG-ს ჩელსის დამარცხებაში დაეხმარა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. კვარას კარგი თამაში ინგლისური კლუბის მწვრთნელობაც გამოარჩია და თქვა რომ მისი, დემბელესა და ბარკოლას დონის ფეხბურთელები ინგლისის პრემიერ ლიგაში ხშირად ვერ შეხვდებიან. ლეგენდარული ფეხბურთელის ტიერი ანრის თქმით კი კვარას გაბრაზება ეტყობოდა, რომელიც მოედანზეც გადმოიტანა. პარიზულმა კლუბმა ჩელსი 5-2 დაამარცხა. მამარდას ლივერპულის კაპიტანი აქებს. ვან დაიკი ამბობს, რომ ქართველი მეკარე გალათასარაისთან კარგად გამოიყურებოდა. მამარდაშვილმა რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ ლივერპულის ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა. მიუხედავად მარცხისა, ქართველმა 3 სეივის შესრულება შეძლო და გამოცემა ჰუსქორდისგან კლუბში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება 7.1 ქულა დაიმსახურა. გიორგი მიქაუტაძეს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ქართველმა კვირის განმავლობაში რამდენიმე ვარჯიში გამოტოვა და მომავალ თამაშში მისი მონაწილეობაც კითხვის ნიშნის ქვეშაა. გუნდის მთავარი მწვრთნელი არ აკონკრეტებს თუ რა სახის პრობლემა აქვს ქართველს. დღეს კიდევ ერთ ვარჯიშს ჩავატარებთ, შევაფასებთ მდგომარეობას და გადავწყვეტ თუ რას ვიზამთ, ამბობს მწვრთნელი. ჯონ ჯონსისა და UFC-ს დაპირისპირება გრძელდება. ორგანიზაციის ყოფილ მძიმე ჩემპიონს მოქმედი ჩემპიონი ტომას პინალი ეკომაგება და ამბობს, რომ ჯონსის მაგვარ მებრძოლებს ორგანიზაცია ბევრად ლექსს უნდა უხდიდეს. თუ ამ სპორტში ვინმე უნდა იღებდეს დიდ ფულს, ეს სწორედ ჯონ ჯონსია, წერს სპინალი. ჯონსისა და UFC-ს დაპირისპირება დენა უაიტის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც მებრძოლს დასრულებული უწოდა.